მოგესალმებით მეგობრებო. ახლა უყურებთ ვიდეოს როგორ დააკავე ნაშა ჩარტიშვილი. მინდა სოლიდარობა გამოუცხადო მას და ყველა პოლიტპატიმარს, ყველა დაჭერილს. და მინდა კიდევ ერთხელ თქვა, აგერა ვარ აფრიკაში უკრაინელების აქციაზე. ჩამოვედი ბრიუსელიდან და ეს აქცია იმართება ყოველ კვირა დღეს. ყოველ კვირა დღეს იმართება და სალამ ჩვენ ქართველები, ემიგრანტები არ დავიწყებთ ყოველ კვირა დღეს აქციების გამართვას. რამე თუ იქ უკვე ასეთი რეპრესიებია და ყოველ დღე გაჭირდება აქციის გამართვა, ყოველ დღე ვარესი და ვარესი იქნება და ჩვენ უნდა ვქნათ აქ და ჩვენ უნდა გამოვაცოცხლოთ, მანამდე ალბათ ვირვი უკრაინელების აქციაზე. მინდა მოგილოცოთ და დღეს კიდევ ერთი მიაბომბეთ გაზის გადამამუშავებელი და მინდა მოგილოცოთ, რომ გამოკითხვა ჩატარდა ამ წუთას უკრაინელებში, ამ დღეებში და მოიმატა პროცენტმა, რომელიც მომხრი არის ომის ბოლომდე გამარჯვებამდე, ომის გაგრძელების და მიცემენ თუ არა ჰაიმარსებს, ესენი მაინც გაიმარჯვებენ, ოღონდ მეტი სისხლი დაეღუნება და მეტი დრო მოუნდებიან. თორემ გამარჯვება რომ ამგენის მხარესა, აი აქ ყველას ეთყობა და ყველა ამისთვისაა მზად. ახლა მინდა მოუწყდო ქართველ ადამიანებს, საქართველოში მცხოვრებ ადამიანებს. შიშია ხელისუფლებაში და ამ შიშის გადაფორვა უნდა შიშის დასვესი ჩვენ შორის. მიტომა ამდენი დაჭერა, მიტომა პარტიების გაუქმება, ისე თავის შორის როყავენ ნაცები. აი ისინი დაიჭირო პირველ რიგში და ისინი აკრძალო ისე. ხო, მაგრამ ახლა ამის გამკეთებლები რა თქმა უნდა არ არიან, ისინი კონფორმისტები არიან და კიდევ ერთხელ მინდა მოგიწოდეთ ბრძოლა გამარჯვებამდე. უკრაინელებით ძალიან მალე დააყენებენ გამარჯვებას, რაც წაგვადგება ჩვენ საქმეში. ბრძოლა გამარჯვებამდე. ძირს დიქტატურა, ძირს ბიძინა იმანიშვილი და მისი დამქაშები, მონები, ძირს.